პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აქამდე არსებული მიდგომა საზღვრისო კანონმდებლობასთან დაკავშირებით იყო უსამართლო და არღვევდა ადამიანის უფლებებს, მათ შორის ამაზე არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო დასკვნები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება იქნება ერთის მხრივ კანონის ჰარმონიზაცია, მეორეს მხრივ სამართლიანი მიდგომა მოქალაქეების, უცხოეთის მოქალაქეების მიმართ. სიმართლე რომ ვთქვათ, აქამდე ხელისუფლებაც პრაქტიკაში იყენებდა ლიბერალურ მიდგომებს. თუმცა ეს ხდებოდა შერჩევით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ამ მხრივ კანონის რეგულაციას. Absolutურად გაუგებარია თუ რატომ მოაფიქრდა ხელისუფლებას საერთოდ ცვლილება შეეტანა ამ კანონში, იმიტომ რომ ამ კანონის დასუსტება თვითონ კანონითვე არის დადგენილი, რომ უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ და მხოლოდ დეოკუპაციის პარალელურად. რეალურად კი ჩვენ ვერ ხედავთ ვერც ერთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ მიგვანიშნებს, რომ მიმდინარეობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის პროცესი და რუსეთი რამე ფორმით ცდილობს, რომ ეს ტერიტორიები აღიაროს საქართველოს ნაწილად.